ცესკოს ცვლილებით არჩევნებზე დაკვირვება შეუძლებელი ხდება. სწორედ ასეთი არის ახლა შეფასებები, როგორც ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოპონენტები და იურისტები აცხადებენ. ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ბუტაფორიად აქცევს დამკვირვებლებს, რომელთა მთავარი ფუნქცია და მიზანიც არის, რომ აღრიცხონ ის დარღვევები, რომელიც მიმდინარეობს არჩევნების პროცესში. ამიტომ მათი განმარტებით ახლა ერთადერთი გადაწყვეტილება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება საქალაქო სასამართლომ მიიღოს, იქნება ის, რომ გააუქმოს ეს ცვლილება, რადგან ამ ცვლილების ერთადერთი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ და მის დაქვემდებარებაში ყოფმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფრო მარტივად გააყალბონ არჩევნები მომავალში და რომ ეს ყველაფერი სწორედ ნიადაგის მომზადებას უკავშირდება. ცხადია, მათ არ აქვთ არანაირი მოლოდინი, რომ უსამართლო სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ახლა ქართული ოცნება, რა გადაწყვეტილებებს იღებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, რადგან ამბობენ, რომ თუ კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ყველაფერიც დააკანონა, ფაქტობრივად გამოდის, რომ ქართული ოცნება უკვე სრულად გადადის არჩევნების გაყალბების ეტაპზე, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ახლა უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე დიდი ხანია 120 დღეზე მეტია მოქალაქეები დგანან და ითხოვენ იმას, რომ გადადგეს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში, ამიტომ ერთადერთი რისი თქმაც მკაფიოდ და გადაჭრით შეუძლიათ არის ის, რომ აქვთ იმედი, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ გადაწყვეტილებას სისრულეში ვერ მოიყვანენ. მათ აღარ ექნება შესაძლებლობა შეამოწმონ მოქალაქეთა პირადობის მოწმობები, ასევე აღარ ექნება შესაძლებლობა დააკვირდნენ ვერიფიკაციის აპარატებს, გულისხმობ, რომ ვეღარ შეძლებენ ისინი ფოტო და ვიდეო გადაღებას. ანუ ის უკანონობები, რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, როდესაც კვლავ განმეორდება, დამკვირვებლებს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ასახონ და დოკუმენტებით დაადასტურონ ეს ფაქტები. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული დარღვევა კანონის და სწორედ ამიტომ ჩვენ ვასაჩივრებთ მას სასამართლოში. აღნიშნული დადგენილებით პრინციპულად იცვლება აღნიშნული საკითხი, დამკვირვებლებს აღარ შეეძლებათ, რომ გამოართვან ან ჰკითხონ ამ მომრჩეველს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესახებ, გამოართვან ან როგორც მინიმუმ ნახონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ეს ერთის მხრივ შექმნის გარკვეულ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ გართულდება ეგრეთ წოდებული კარუცელების, ქსელების, ასე ვთქვათ, სქემების იდენტიფიცირება, ასევე მაგალითად მრავალჯერ ადიან სხვის მაგივრად ხმის მიცემის ხმების შემთხვევების აიდენტიფიცირება, ასევე გართულდება ყალბიან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება და ასე შემდეგ. ასევე აღნიშნული დადგენილებით რთულდება მტკიცებულებათა მოგროვების საკითხი, რადგან დარღვევების დოკუმენტირება გახდება გაცილებით უფრო რთული, რაც მტკიცებულების სტანდარტს დაარღვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ რეპრესიულ გადაწყვეტილებას ადამიანების უფლებების დაცვით ხსნის, როგორც ცესკოს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას პროცესის დაწყებამდე ადასტურებდა. აბსოლუტურად გამოგონილია ის ბრალდება, თითქოს ეს ვინმეს უფლებას არღვევს, აქედან გამომდინარე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ეგრეთ წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პოზიციები, რომ შევაჯამოთ, ახლა ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ყველაფერი არა ადამიანების უფლებების დარღვევას, არამედ პირიქით მათი უფლებების დაცვას ემსახურება, რაც როგორც უკვე მოვისმინეთ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან უკვე შეფასდა ადამიანების უფლებების დარღვევის, პირიქით ადამიანის უფლებების დაცვის შეფუთვად. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ნორმატიული აქტის მიღებით არ დაურღვევია არც სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების უფლებები. დადგენილების მიღების დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააზუსტა საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გაწერილი პროცედურები და მათი შინაარსი ასახა გასაჩივრებულ განკარგულებას, უკაცრავად გასაჩივრებულ დადგენილებაში. ამ დადგენილების მიღების ძირითადი მიზანი გახლავთ კენჭისყრის დღეს მოსული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების დაცვა.
ახლა ჯერი საქალაქო სასამართლოზეა დღეს გაირკვევა დარჩება თუ არა ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ცვლილებები, როგორც მოვისმინეთ, პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა. ახლა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ყველაფრით ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქართული ოცნება ცდილობს, რომ ნიადაგი მოიმზადოს იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად მოირგოს საარჩევნო გარემო და კიდევ უფრო მეტად დაიქვემდებაროს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო თავად ცესკოს წარმომადგენლები ამ პროცესში ვერანაირ დარღვევასა და პრობლემას ვერ ხედავენ. ხატია სამხარაძე განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და უფრო მეც მოგიყვება შემდეგ გამოშვებაში.